წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული ხარჯები, რომელთა ნაწილი დღეს ხდება ცნობილი. ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდიდან დახარჯულ მილიონებს ასაჯაროებს. მიუზიკლი „ქეთო და კოტე“ დაიხარჯა 2.425.000. ანდრია ბოჩელის ვიზიტი კი ქვეყანას 2.400.000 ლარი დაუჯდა. ვარსკვლავების ჩამოყვანა, კონცერტები და ქართველი მომღერლების გასტროლები. ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტის ხელმოწერით გამოყოფილ მილიონებს ახალი მთავრობა არამიზნობრივ ხარჯად აფასებს. ანალოგიურია არასამთავრობო სექტორის პოზიციაც. ლანა ბერიძე გაეცნო იმ დოკუმენტაციის ნაწილს, რომელსაც პრეზიდენტის ხელმოწერაც ერთვის. ლანა, რა წერია ამ დოკუმენტებში და რას ამბობს ფინანსთა მინისტრი? დღეს ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში რამდენიმე დოკუმენტს გავეცანით, სადაც პრეზიდენტის ხელმოწერით სხვადასხვა მომღერლის გასტროლებისთვის გამოყოფილი არის რამდენიმე 1000 ლარი. მანამდე კი გეტყვით, რომ ინფორმაცია, რომელიც წლების განმავლობაში ჟურნალისტებისთვის იყო დაბლოკილი და არერთი მოთხოვნის მიუხედავად მას არ გვაწვდიდნენ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გახადა საჯარო. როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, ანდრია ბოჩელის საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს ბიუჯეტს 2.400.000 ლარი დაუჯდა. მიუზიკლი „ქეთო და კოტე“ კი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიდგა, 2.150.000 ლარი დაჯდა. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს იყო არამიზნობრივი ხარჯები, რომლითაც შესაძლოა გასული წლის ბიუჯეტის ხარჯით შესაძლოა სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ. ასეთი ტიპის ხარჯები მომავალში აღარ იქნება. ეს არის ერთი, რაც მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. ის რომ დაუშვათ სპექტაკლების დადგმაზე იხარჯებოდა მილიონები, ის რომ უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაზე ასევე საბიუჯეტო თანხები იხარჯებოდა მილიონები, ის რომ შენდებოდა სრულიად არასაჭირო ნაგებობები, მაგალითად ხიდი ანაკლიაში, რომლის აშენება ბიუჯეტს დაუჯდა 11 მილიონი ლარი, ან და ის რომ რესტორანი აშენდა ანაკლიაში 2 მილიონ ლარად, ან სასტუმრო აშენდა ანაკლიაში სახელმწიფო ფულით 10 მილიონ ლარად, თავისთავად ცხადია, ჩვენ ასეთი ტიპის ხარჯების განხორციელებას მომავალში აღარ ვაპირებთ. ეს არის ძალიან ცალსახად ნათქვამი. ხოლო რაც შეეხება სხვა რეაგირებას, ეს სცილდება ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას, თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გასული წლების ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებით ალბათ სამართალდამცავებს მოუწევთ სერიოზული მუშაობა. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში სწორედ მსგავსი ტიპის ხარჯების გამოყოფასა და განკარგვასთან დაკავშირებით მუშაობდნენ და წლების განმავლობაში ისინი ჟურნალისტების მსგავსად ითხოვდნენ ამ ინფორმაციას სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან, მაგრამ უარს იღებდნენ. აცხადებენ, რომ სხვადასხვა სარეზერვო ფონდებიდან თანხების გამოყოფა არაკანონიურად არ ხდებოდა, თუმცა მათ კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიზანშეწონილად და მიზნობრივად ხდებოდა ამ თანხების ხარჯვა. იურისტი სულხან სალაძე აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის თანხები სარეზერვო ფონდებში იყო გამოყოფილი იმისთვის, თუ კი მოხდებოდა რაიმე კატასტროფა ან სტიქია, რომ ამის შედეგად მიყენებული ზარალი ანაზღაურებოდა მოსახლეობას, თუმცა რამდენიმე 4 თვის წინ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მოსახლეობას დღემდე არ ანაზღაურებია. იურისტი ნათია კაპანაძე კი, რომელიც რამდენიმე ჟურნალისტის ინტერესებს წარმოადგენდა სასამართლოში და მოითხოვდა, რომ ეს ინფორმაცია გახსნილიყო მათთვის, აცხადებს, რომ როგორც წესი სასამართლო ძალიან ხშირად სხვადასხვა საჯარო უწყებების მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და ამ ინფორმაციას არც სასამართლო გასცემდა ჟურნალისტებისთვის. თვითონ მომღერლებს ხომ არ მიწერო? როდესაც წელს კახეთში მოხდა მასშტაბური სტიქია, მაშინ მედიაში გავრცელდა საშუალება, რომ რეალურად არ იყო სარეზერვო ფონდებში დარჩენილი იმ მოცულობის თანხა, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის იქნებოდა გამოყენებული და მაშინ მედიაში იყო საუბარი იმაზეც, რომ სახელმწიფოს და ხელისუფლებას მაშინ ზოგადად მოუხდა გარკვეული ტიპის ხარჯების შემცირება, გადაადგილება იმისათვის, რაცა ხარჯების დაფინანსების მიზნით მოეზიებია საჭირო ფინანსები. ეს კიდევ ერთხელ თქვა ზოგადად მემეწყველებს იმაზე, რომ როგორც აღმოჩნდა იმ პერიოდისთვის თუკი მედიაში გავრცელებული ინფორმაციას ვენდობით, სარეზერვო ფონდებში აკუმულირებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე რეალურად გახარჯული იყო. ერთის მხრივ, როდესაც საჯარო დაწესებულება არ გაცემდა ინფორმაციას, იყო ხელშემშლელი ფაქტორი, თუმცა სასამართლომ იმ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხე მხარემ განაცხადა პროცესზე, რომ კრისტებურგისა და ანდრია ბოჩელის კონცერტებზე დახარჯული თანხები მთლიანად მოიცავდა ჰონორარებს და ამიტომ მისი გაცემა არ შეიძლებოდა, დაუშვებელი იყო და ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას. სასამართლომ გაიზიარა ეს პოზიცია. სტინგი, კრის ბოტი, ანდრია ბოჩელი, პლასიდო დომინგო, კრის დებურგი, ხულიო იგლესიასი. რაჯდებოდა ამ ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანა, ასევე რაჯდებოდა ქართველი ვარსკვლავების გაგზავნა სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლების ჩასატარებლად. რომ რა დოკუმენტებს აწერდა პრეზიდენტი ხელს და რამდენ მილიონს გამოყოფდა ის ამ ვარსკვლავების ჩამოსაყვანად, რომელთა კონცერტები ძალიან ხშირად იმდენად ძვირი ღირდა, რომ რიგითი მოქალაქე მასზე დასწრებას ვერ ახერხებდა. ნახეთ, დღეს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში პრეზიდენტის განკარგულებით გაცემული თანხები სხვადასხვა ვარსკვლავების საქართველოში ჩამოსაყვანად. მადლობთ, ლანა ბერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.